საქართველოს მთავრობის მეთაური უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. პრემიერი სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს, გულითადად ულოცავ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს ვუსურვებ ომის მალე დასრულებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მშვიდობასა და კეთილდღეობას წერს ირაკლი ღარიბაშვილი. უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც. საქართველო უკრაინის მიმართ სოლიდარულია და მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულ მხარდამჭერად რჩება ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უკრაინელ ხალხს ულოცავს პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი ყობახიძე უკრაინელ ხალხს უსურვებს მშვიდობას, სუვერენიტეტის გამტკიცებასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს დედაქალაქის მერიც, ჩვენს მეგობარ უკრაინას, გმირ უკრაინელ ხალხს ულოცავ დამოუკიდებლობის დღეს და იყოს თქვენი ბრძოლა გამარჯვებისკენ, გამვითარებისკენ, მშვიდობისკენ, ტერიტორიულ მთლიანობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ უკრაინას წერს კახაკალაძე სოციალურ ქსელ ტვიტერში. უკრაინას და უკრაინელ ხალხს ულოცავს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანიც, ულოცავ უკრაინას და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, მშვიდობას, კეთილდღეობასა და ქვეყნის გამთლიანებას ვუსურვებ წერს მამუკა მდინარაძე. უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე ტვიტერში წერს, უერთდებით დღესასწაულს, რათა აღვნიშნოთ უკრაინელი ხალხის ძალა, გამძლეობა და თვითმყოფადობა. უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საქართველოს პრეზიდენტიც და აცხადებს, რომ საქართველო უკრაინასთან ერთად ზეიმობს მისი დამოუკიდებლობის დღეს.